აქ რომ ვმუშაობ, დღეში ძლივს 10-15 ლარს ვღებულობ. ბავშვებს სწავლა, ტანსაცმელი კვება სჭირდებათ. ვალები მაქვს და არ ვიცი როგორ გადავიხადო, როცა აქ ღირსეული სამსახური არ არის. ამიტომ ქვეყნიდან წასვლა ჩემთვის ერთადერთი გამოსავალია. როცა არაფრად გთვლიან შენი შრომა არ ფასობს. გადაწყვეტილებების მიღების უფლებაც არ გაქვს და თან შენზე ძალადობენ. უკვე ვეღარ ვითან ამ მდგომარეობას. ვამზადებ ყველა საბუთს რომ წავიდე. მირჩევნია უცხო ოჯახში ვიმუშაო და ჩემი თავის პატრონი ვიყო, ვიდრე მოძალადე ქმრის სახლში დავრჩი. აზარტულმა თამაშებმა წალეკა ქვეყანა. ჩემს ოჯახსაც ვერ ასწდა ეს უბედურება. ამ ვალებმა დაგუღუპა. რა გზა მაქვს? საზღვარგარეთ უნდა წავიდე, რომ ჩემი ოჯახის წევრები ამ ჭაობიდან გამოვიყვანო და გადავარჩინო. სახლში ყველაფერს მევაკეთებ. ბავშვების მოვლა, დალაგება, რეცხვა, სადილის მომზადება, მაგრამ ვინ გიფასებს? ხედავ როგორ წავიდნენ ქალები მიგრაციაში, იქედან არჩენენ ოჯახებს და პატივსაც მეც სცემენ. მეც მინდა ჩემი შრომა დამიფასონ და ჩემს შვილებს უკეთესი ცხოვრება შევუქმნა. ეს არის ქალების ნამდვილი ისტორიები. ხმები, რომლებიც გვიყვებიან გადარჩენის გზებზე. ბოლო წლებში საქართველოდან ემიგრაციის მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა. 2022 წელს საქართველო 125,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათგან 30% ქალი იყო. 2023 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. 2024 წელს კი 121,000 წასული მოქალაქიდან 40% ქალები იყვნენ. ეს ციფრები არ არის მხოლოდ სტატისტიკა. ისინი ასახავენ იმ რეალურ რთულ არჩევანს, რომლის წინაშეც დღევანდელი ქალები დგანან. ქალთა ფონდ სოხუმმა 2025 წელს დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში კვლევა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 600 სხვადასხვა ასაკის, ოჯახური მდგომარეობისა და სოციალური სტატუსის მქონე ქალმა მიიღო. კვლევის შედეგების მიხედვით 77%-ს ერთხელ მაინც უფიქრია მიგრაციაზე, როგორც საკუთარი და ოჯახის მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ხოლო ამჟამად ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს ქალების 30%. განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი ახალგაზრდებში. 18-24 წლის ასაკში 51%, 25-44 წლის ეკონომიკურად აქტიურ და რეპროდუქციულ ასაკში 22-33%, რაც მიუთითებს ქვეყნის შრომითი რესურსების დაკარგვისა და დემოგრაფიული სტრუქტურის სერიოზულ რისკებზე. რატომ მიდიან ქალები ემიგრაციაში? რატომ ტოვებენ ოჯახებს, შვილებს, სამშობლოს? პასუხი მარტივი არ არის. მიგრაციის მიზეზები მრავალგანზომილებიანია და მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ, გენდერულ და უფლებრივ ფაქტორებს. საქართველოში მიგრაცია ქალებისთვის ხშირად არა არჩევანი, არამედ გადარჩენის ერთადერთი გზა.